გამარჯობათ, მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის საუბრობთ იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელი პრობლემატური საკითხები აქტუალურია ჩვენ ქვეყანაში. კარგი იქნებოდა რომ გვესაუბრა წინსვლაზე, წარმატებებზე, გვესაუბრა იმ ლამაზ თბილ ცხოვრებაზე, მაგრამ ჯერჯერობით რა ვქნათ, ვერ ვხედავთ ამას, იმიტომ რომ ის ძველი დატოვებული, ჩამყაკებული და ის დაჟანგული, ჩაჟანგული პრობლემები, რომელიც სააკაშვილის დროიდან დღემდე მოდის ამ ქვეყანაში, ვერ გამოძვრა საქართველოს ამ პრობლემებიდან რა. და ვერ ამოისუნ თქვა ქართველმა ხალხმა და ვერ დაიწყო სწორი როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში. ეს არის რაღაცა მოჯადოვებული წრე. ეს არის რაღაც ყოველდღიური ჯოჯოხეთური ცხოვრება. ყოველდღე არ არსებობს დღე, რომ ჩართავ ტელევიზორს, ან გამოხვალ ქუჩაში და ეს საშინელებები, ეს სექტანტები, ეს ურჯულუები, ეს უჯიშვები არ გადაგეყარონ და რაღაც ახალი უბედურებები არ ჩაიდინონ ამ ქვეყანაში. აი ამ თულ და აი ამ ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში ვართ ჩვენ აი მათი მხრიდან. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ბრძოლა აგენტურის წინააღმდეგ და სწორიც არის, უნდა იბრძოლოს სახელმწიფო ყველა აგენტის წინააღმდეგ, რომელი აგენტის დღეს პირდაპირ მიზანმიმართულად ანგრევს ამ ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ მიმართულებას და ასევე უსაფრთხოების საკითხებს, ესე იგი, აჯანჯღალებს, ხო? ეს აგენტები არიან სპეციალურად შექმნილი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ, რომელიც სპეცსამსახურების მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მათი გავლენები იყოს ამ ქვეყანაში. და ამიტომ ამ გავლენების მოპოვება რომ კონდეთ სრულყოფილად, ხო, ისინი ამზადებენ აგენტებს უშვებენ ქვეყანაში და ეს აგენტები სწორედ ამ აგენტების მეშვეობით ისინი ცდილობენ რომ მოიპოვონ სრული კონტროლი ქვეყანაზე. აი ახლა რამოდენიმე დღის უკან გააძევეს აზერბაიჯანის მოქალაქე ქვეყნიდან. და გასაძევებელი კი არ იყო, დასაჭერი იყო. აი მე კიდევ გეუბნებით, ქართულოც იმას მეუბნები. ეს კაცი გასაძევებელი კი არა, ეს კაცი იყო დასაჭერი. აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც ჩამოსული იყო საქართველოში და ღებულობდა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. აზერბაიჯანის მოქალაქე, ხო? რომელიც ღებულობდა მონაწილეობას იმაში რუსთაველის გადაწყვაში. ხო? რომელიც ღებულობდა მონაწილეობას ხელისუფლების დამხობაში. ხო? ეს აგენტი იყო. აგენტს, რომელსაც მისი კონკრეტული დავალება. კარგია რომ დაიჭირეთ ის თქვენ, მაგრამ ცუდია ის რომ იმასკენით გააძევეთ. კი არ უნდა გაგეძევებიათ. აქაური სისტემის სამართლის კოდექსით უნდა გაგესამართლებიათ. და როგორც სხვა დანარჩენი პოლიტიკური პარტიის ლიდერები ჩასვით ციხეებში და სწორიც იყო რომ ჩასვით, იმიტომ რომ დაანშაულებები ჩაიდინეს, ესაც მის გვერდში უნდა მიგეჯინათ და უნდა ეგო პასუხი მის მიერ ჩადენილ დაანშაულებებზე. თქვენ გაუშვით აქედან, გააძევეთ ქვეყნიდან და იქაურმა ხელისუფლებამ გააუშვა, გაანთავისუფლა. ანუ რა გამოდის ეს? ეს შეიძლება კი აუგზავნეთ, ახლა აგზავნა დაუმწესეთ მაგას, მაგრამ იმის მაგირვათ ეხლა სხვა შამოა. რატო შამოა? სხვა იცი დაინახა იმან რომ ეს არ დასაჯეს, გაიგე? ხო და დაუჯელობის სინდრომი არსებობს ამ ქვეყანაში და ამიტომ სხვა აგენტი წამოვა და სხვა აგენტი შემოგიძურებათ აქ ჩვენთან თბილისში, საქართველოში. ასე იყო ყველა აქციაზე, არათუ მარტო აზერბაიჯანის მოქალაქეები, სასომხეთის მოქალაქეები, უკრაინის მოქალაქეები, ლიბერასტი რუსეთის მოქალაქეები, ბელორუსიის მოქალაქეები, ყველა ერთად ევროკავშირიდან ესენი სულ ყველანი იყო ჩამოსულები და ღებულობდნენ აქციაში მონაწილეობებს და ღებულობდნენ არეულობაში მონაწილეობას და ეხლა ერთი აზერბაიჯანის მოქალაქე კი არა, მაგენი სულ ყველამ დაგეჭირა და სულ ყველამ გაგეყარათ აქედან და გაგეძევებინათ. ჩვენ გვექნება დღეს აი სწორედ ამ საკითხებზე საუბარი. ჩვენ გვექნება დღეს საუბარი კიდევ იმ გახმაურებულ საკითხებზე, რომელიც აი ახლა უმოკლეს ხანში მოხდა ჩვენ ქვეყანაში. ეს არის ჯორბენაძემ თავი ჩამოიხჩოვა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრებთ. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის პოლიტპატიმარი ბატონი ზაზა გვიმრაძე. მოგესალმები. მოგესალმებით ბატონო ტრისტან, მივესალმებით TV პლუსის მაყურებელს. ბატონო ზაზა, დავიწყოთ აი ამ აზერბაიჯანის მოქალაქედან რა. აზერბაიჯანის მოქალაქედან, ტიპიური აგენტიდან.
და დღეს გამოდიან ეს სექტანტები და ერთთან ბავშვი არიან. რატო გააზევეთო? რა უნდა გაეკეთებინა მას ხელისუფლებას? ბატონო ტრისტან, როცა აგენტს ავლენ დარეულობაში იღებს კიდე მონაწილეობას, კიდე ის უნდა გასამართლოს საქართველოს კანონმდებლობის სისხლის სამართლის კანონმდებლობის კოდექსით, რაც აქვს ჩვენ, რაც ეკუთვნის აგენტს, უნდა მიესაჯოს აგენტია ყველა აგენტს. ის რუსეთიდან იქნება შემოგზავნილი, საფრანგეთიდან იქნება თუ ინგლისიდან თუ სასომხეთიდან, ბელორუსიდან და გინდა ამერიკელი იყოს, ყველა აგენტმა უნდა აგოს პასუხი საქართველოში, როცა მიდის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და არეულობის გამოწვევა და ხელისუფლების დასამხობა და ხელისუფლების გასანადგურებლად. ეს აგენტურული სისტემა უნდა მოისპოს საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ. სულ აგენტები არიან. ის ქართული აგენტებმაც უნდა აგონ პასუხი ბატონ ტრისტან, რომელიც დასავლეთმა კოლექტიურმა დასავლეთმა შექმნა საქართველოში და რომელსაც ყვებავენ დღესაც კიდე კანონი მიღებულია, მაგრამ მაინც იკვებებიან. აბა ეხლა 26 მაისს რო აპირებენ გამოსვლას და ხალხს რო ატყუებენ, რომ აუ ჩვენ იმას ვიზავთ, ამას ვიზავთ, დადიან. ვინ ხო იყავ ხელისუფლება რა გააკეთე? დაქუცმაცდნენ, დაიშალენ მარტივმა, რომ ეხლა ისევ შეერთდნენ. ეგონიც საზაგე. ისევ შეკრეს რა, იმითი არ გამოუვიდათ თავისი აგენტურის დაქსასვა, ეხლა ერთძალად აერთიანებენ კიდევ აგენტური ზოგიერთები დატოვეს იქით სუბთად ვითომ რომ ამათან არ არიან და 1000 ის მიდის კომბინაცია, შახმატურის ვლები მიდის ბატონო ტრისტან. ხო, მაგრამ იცი რა არის, ნახეთ ახლა ეს ფაქტია, რომ ეს აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც კადრებიც არსებობს ამისი, რომელიც რუსთაველზე იდგა და ღებულობდა მონაწილეობას ხელისუფლების დამხობაში და ამის ცდელობაში რო იღებს ადამიანი მონაწილეობას, ვისი მოქალაქეც არ უნდა იყოს საქართველოს იქნება უცხო ქვეყნის უნდა აგოს პასუხი. ანუ ხელისუფლებას ის არ უნდა გაეძევებინა. უნდა ესე იგი აღეძრა სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ. კი ბატონო და უნდა გაესამართლოს. დაეწყო გამოძიება და გაესამართლებია საქართველოს კანონმდებლობით და მიესაჯა შესაბამისი სასჯელი, რაც აი ამ ჩადენილ დანაშაულში ეკუთვნოდა. და ახლა გამოვიდა გუშინ ეგრე ბარამიძე გამოვიდა. ეს ბარამიძე ვინ არის, იცი? ეს ბარამიძე არის ეს ლიბერასტი ბარამიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე რო იყო ქართულ ოცნებაში. ქართულ ოცნებაში. ო, ის ბარამიძე. იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყავი, ქართულ ოცნების წევრი იყავი. ეხლა არის ქართული ოცნება, ცუდი რო გაგათავისუფლა სამსახურიდან, და ეხლა არ მოგწონს. წულუკიანის მოადგილე იყო. წულუკიანის მოადგილე იყო. წულუკიანის მოადგილე იყო. აი ესეთი აქ შეფუთული აგენტები ყავთ დღესაც ქართულ ოცნებაში შეცურებული, ბევრი იყო. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბარამიძე იყო, არის აგენტი, ხო? იმიტომ რომ დღეს გამოდის გაიგე და უკვე რას აკეთებს, იცი? ხელისუფლებას აკრიტიკებს იმაში, რომ ეს ხელისუფლებას არ უნდა გაეძევებინა, თურმე ეს აგენტი ქვეყნიდან გაიგე და არ აგენტს რას უშვებიან? გითხრას ეთი ბარამიძე აგენტს როგორ ეპყრობიან სხვა ქვეყნებში. ერთი აგვიხსენეთ აგენტს რას უშვებიან საერთოდ მითხარი რომ გამოვლინდება რომ აგენტია და იღებს მონაწილეობას იმ ქვეყანაში იმ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. აი იმ აგენტს რას უშვება ბატონო ბარამიძე მითხარით იურისტი ბრძანდებით ამ ხელა თანამდებობის პირი იცი რატო რომ მოდიან სამსახურებიდან სულ ერთ სკამზე ხო არ იქნებიან მიჯაჭვული. გამოვიდა ეხლა უნდა დაიწყოს ვიღაცა ფული ხო უნდა გადაუხადოს ეხლა აქედან უხდიან ლიბერალისტური ფთაუხდის. მე იქიდან გადაუხდიან. მე იქ სხვა პარტია გამოჩნდება იტყვის მე არ მგონია თუ ხალხს ავიწყდება ამათის ქცევები და საქციელები. ყველა ეს აზერბაიჯანელი არ უნდა გაიშვათ. ქართულ ოცნებას ვეუბნები პირდაპირ. აქვე უნდა გასამართლებელიყო და მიებძანებინათ იქ სადაც აგენტური. რა თქმა უნდა, ეს არის დანაშაული. შესაბამისად დააპატიმრეს რამოდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერები აქ საქართველოში, მათ შორის ბურჭულაძე, ზოდელავა, და სხვა დანარჩენები, ნადირაძე და ბევრი, რომლებიც დასაპატიმრებლები იყვნენ, ხო? მაგრამ ეს აზერბაიჯანელის ღებულობდა ამ პროცესში მონაწილეობას. ეს არ უნდა გაეშვათ, ეს უნდა დაეპატიმრებინათ და ამასაც პასუხი უნდა ეგო. ვერ უყურებ რა ხდება ამაზე დაც. ეს არ იყო, კაცო, ჩვენ არ მოგვიწოდებიო, არაფერიო, ღობის რაღაცა კადრი არ არსებობს, რაღაც 30 წამიანიო ის ყველაფერს იტყოდა რაღაცა სისულელეს ბოდ. აბა იქ ცეცხლი მე დავანთე. ეს რუსთაველი მე გადავწვი? არა, რუსთაველი იქ პრეზიდენტის რეზიდენციასთან რო ეხლა გამოძია მიდის. თურმე არ ყოფილა მოწოდება ესეთი რამეები არ ყოფილა ტელევიზორში ხო ვისმენდის რომ 4-ში თუ 4 რიცხვი არის რომ უნდა მოხდეს რაღაცეები და ჩვენ ვართ ხელისუფლებაში უკეო
მოუწოდა სულ ყველა არაფერი იმას არაფერი დაუშავე იმ ახალგაზრდები მიიყვან იქ თუნდაც სამი კაცი ყოფილა გადაცმული რომელმაც უბიძგეს თურმე ამა საიდან იგონებენ ის სამი კაცი რატო ეხლა თქვენს 112-ის კამერები შეტრიალებული იყო სპეციალურად ბიჭო ვიღაცამ ხო დაინახავდა რომ ვიღაცა კამერას ატრიალებს ყველაფერს ხედავენ და ეს კამერის შეტრიალება როგორ ვერავინ დააფიქსირა ეხლა რასაც უნდა იმას მოიგონებენ ყველაფერს იგონებენ რა ბურჭულაძე არ გაგიგოდა ზოდელავა და ისა და მოუწოდეთ ხალხს მე სულ არ მომიწოდებია ზოდელავას და ზუსტად ზოდელავას დროს დამიჭირეს და მომისაჯეს იმხელა მუხლი ზოდელავა იყო პროკურორი მაშინ ხო გენპროკურორი იყო ზოდელავა შენ დაგიჭირეს ხო მე საერთოდ არც მოწოდება გამიკეთებია არც ხელი დამედიას ავტორობ სტრუქტურასთან არც პრეზიდენტის რეზიდენციაში არც იმაში არ თავრობის არც გამგეობებში არსად არ ყოფილიყო და მე მომისაჯე ეს ბიჭო ანგრევი მოდიოდე იმ მიტინგზე ლაშქარს მოუძღოდნენ წი ერთი მანახა ერთი ზოდელავა ერთი პროფესორი შეხვდეს უნდა უთხრა როგორია ერთი ხო აბა როგორია სახელმწიფო გადატრიალების ცდელობა არის მე ცდელობა მომისაჯეს პირველი ნაწილი ამათ ეგუდის მეორე მესამე აჰა ხო მე 5 და 8 მქონდა 5 და 8 მქონდა აჰა 5 და 8 წელი მქონდა მუხლი კი ბატონო და შენ ესე იგი არც მოგიწოდებია არც ყოფილიყარ ამ პროცესებში საერთოდ ყოფილიყარ და დაგიჭირეს ტყილა ხო ტყილა დაგიჭირეს და აგე ზოდელავას დაგიჭირა ხო ზოდელავას გენპროკურორი ზოდელავა იყო პროკურორი გენერალური პროკურორი ეს არის და ახლა ამათ უკვე თურმე რა ყოფილან დასაჭირები ესე არა ამათ არც მოუწოდები რა აბა თავისუფლებაზე იმ რო იდგე და გაგკიოდე რას გაგკიოდე აბა პილოტექნიკების შეტევას რა ხონციელებდა გაგესტო ბიოტექნიკების შეტევა ბიოტექნიკას საერთოდ არის პილოტექნიკების შეტევა ო არა ყველაფრით თუმე ღობე მოხერხილი ყოფილა წინასწარ შტურმი პარლამენტის არა ხო ღობე მოხერხილი ყოფილა ის კარებიც იქაც ყველაფერი დაჭრილი ყოფილა და პროსტო რომ მიაწენ გადავარდა რა იქ არავინ შესულა თუმე ეზოში ესე იგი ჩვენ რაღაც ახლა შევეხეთ ამ აგენტების თემას ხო მოდი ახლა დღეს ახლა კიდევ შემდგომ აგენტურაზე გადავიდეთ კიდევ და ორმა აგენტმა სასამართლო პროცესს დასხეს ერთმანეთს ნოღაიდელმა და აიმან რა ქვია სააგაშვილმა ახლა რა ვერ გაიყვეს რა ერთმანეთის ის ჰქონდათ რა ქვია ხო ერთმანეთის ზუბში იყვენ ეტყობა არა ნახე ეს ხო მანიშნებელია იმისა რომ ანუ ეხლა იქ ნოღაიდელი იმდროს პრემიერ-მინისტრი იყო სააკაშვილი პრეზიდენტი იყო მაგრამ ეხლა პრემიერ-მინისტრს მაშინ არანაირი ძალაუფლება არ ქონდა გაიგე ხო სამ მინისტრს აკონტროლებდა თუ 20 იმხელა ყველა მინისტრი იყო მაშინ ხო უფრო მეტი იყო სამინისტროები რაღაცეები და იმას 64 ვითომ ეკონომიურ ბლოკს აკონტროლებდა იმასაც ვერ აკონტროლებდა როგორც საჭიროა ყველაფერს მაშინ მიშა წყვეტდა ნოღაიდელმა ერთი რამე სწორად უთხრა მიშა წყვეტდა მათ ყველაფერს ხო მე რატო იყავი პრემიერ-მინისტრი შენ ეს იცი რა იყო ხო აც გარდაცული ჟვანია რო გარდაიცვალა იმ გუნდიდან უნდა ყოფილიყო რომ ეს გუნდს რამე არ დაებალანსებინა და იმიტომ მე ხო აღარავინ მე ხო ყველა ისენი გახდნენ ნაციონალები პარამიძეები ესენი ვიცი ხო ჟვანიას გუნდში ის იმ პერიოდში პირველ პერიოდში ჟვანიას მერე რომ ბალანსი ყოფილიყო სწორედ ჟვანიას გუნდსა და ნაციონალების შორის ნოღაიდელი დანიშნეს პრემიერ-მინისტრად მაგრამ ბიჭო ფაქტი ხო სახელზე არის და ხო ყველაფერს ვხედავთ ხო ვის ხელში ვიყავით და როგორი ხელისუფლება ყავდა საქართველოს მაშინ სააკაშვილის დროს და რა დღესდღეობით რა ახალი სკანდალური ისენი კეთება განცხადებები ეს მიშა სუფთა ჩმორი ყოფილა და პირდაპირ მიაჩმორა რა სასამართლო პროცესზე ნოღაიდელმა რა აბსოლუტურად გაიგე როგორ იყო მაგარი პრეზიდენტი არ უნდა დაეცვა თავი რა უნდა დაეცვა არავინ არის რო და არაფერს გაიქცა დაიმალა შიშისგან ახლა მაგი მე მკითხე როგორ გამოიქცა ეს ეკიდან და როგორ ჩატოვა ხალხის და ჯარიც იქ და ფაქტიურად როგორ გაწირა მთელი საქართველოს ის მოსახლეობა ხო ამ მომისარიდება შეიძლება 2020 წელს არა სპეციალურად ის ჩამოვიდა ძმაკაცი მაკეინი იარაღით რო დაასაჩუქრა აქ როაჩუქა ამი არაღითო იმის მოუკლია რაღაცას ვებოდიალებოდა ძალიან იცოდა შოთა როსტავის ლექსერი პოემა ვერ წაიკითხა ერთი კუპლეტი მაგრამ მაკეინი ფაქტურად აქტიურად იყო ჩამული ამ პროცესებში
იმიტომ რომ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და ზუსტად ვიცი რომ მაკეინი იყო რომ 24 საათი რომ მიშას ასე უჩიჩქირი და მიშა მიდი დაიწყე ეს ფაქტი არის და ცნობილი ფაქტი არის ეს და იქ ხა მეორე მხარე იყო კიდევ ამერიკის შეერთებულ შტატებში მაკეინის გადა იყო სხვა თანამდებობების პირები რომლებიც ეუბნებოდნენ არ გაბედო არ დაიწყო აი კონდორიზა რაისი მაგალითად ეუბნებოდა არ გაბედო არ დაიწყო მაკეინმა პირდაპირ დავაი დაიწყე აქ ვარ ჩვენ დაგეხმარებით და გვერდში დაგიდგებით და მომავალი პრეზიდენტი ეგონა მაკეინი ხო კი მაკეინი ეგონა მომავალი პრეზიდენტი მიშას და იმით დაიწყო ამიტომ იყო გახსოვს ომი რომ დაიწყო როგორ აიწია რაღაც ერთი პერიოდი მაკეინის რეიტინგი როგორც კი 60 დღეში 5 დღეში დავამთავრეთ 5 დღიანი ომი და ყველაფერი მოხდა მაკეინმაც 5 დღიანი აქვს 3 დღე იყო არა საერთოდ 5 დღეში არ მოხდა ყველაფერი ჩამოვიდა და ხელი რომ მოგვაწეინეს შიში დაიწყო და იმაზე ის პუნქტი რო ამოიღო 7 პუნქტიანი არის ხო და დაიწყო 10-ში დამთავრდა ხო და იმაზე ხო ამოგვაღებიეს ის პუნქტი მიშამ რო ამოაღებიან რომ საერთაშორისო გადაწყვეტო სტატუსები და ისენიო და რო ამოაღებინა ეგ კი ბატონო სარკოზის პირდაპირ არა თქვა სარკოზიმ გავგიჟდი რომ მეუბნებოდა ამას და რუსეთს ერთპიროვნულად არ შეიძლება უკვე გადაწყვეტაო ისი რა არის ახლა დღეს გამოდიან და სახალხო საჯაროდ უკვე ერთმანეთს წამოძახებენ და ერთმანეთს უძახიან აგენტები ხარ შენ აგენტი ხარ შენ გამყიდველი ხარ შენ აგენტი ხარ შენ გამყიდველი ხარ ეხს ყველამ ვიცით რომ თქვენს უკვე ახლა ნოღაიდელმა რაც არ უნდა გამოვიდოს აი ახლა დღეს ეცადოს ის ამ სიტუაციის და გამოძრომას და რაღაცეად ამ ლაქები ჩამორეცხოს ვერასოდეს ვერ ჩამოესწრეს როგორც სააკაშვილი მთელი ცხოვრება ვერ ჩამოირეცხავს ქართველი ხალხის სისხლს და ქართველი ხალხის ჭირს რაც მაგან გაუკეთა ქართველ ხალხს ისე სხვა დანარჩენი ყველა ის ვინც სააკაშვილის ხელისუფლებაში იყო და მაგ სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო ჩაბოლი ამ პროცესებში ვერცერთი ვერასოდეს ვერ ჩამოირეცხავს ამ იმას ლაქას რა ლაქაც სააკაშვილმა თელ საქართველოს დაადო გაიგე და დაუტოვა და რა ყველაფერი არ დაუტოვა ბატონო ტრისთან აგე დავით გარეჯი როდის არის ეს მიცემული თვითონ სააკაშვილი გამოვიდა ტელევიზორში და თქვა რომ დაველაპარაკეთო ჯერ არც იყო გადაწყვეტილი დავით გარეჯის თემა არაფერი და სიმაღლეებიო ჭირდებოდა აზერბაიჯანსა და მივეცითო თუ რაღაცა ეგეთი რაღაცა იბოდიალა მაშინვე მივხვდი რომ ეს ვის მიწას აძლევს რა ბაბუ ამისა სარქისამ ხო არ დაუტოვა მეთქი რა შემთხვევით ის დავით გარეჯი ეხლა დავით გარეჯის თემა შეეხეთ თქვენ და მე არ შემილია რომ ახლა რო არ გავშალო ვცლათ ეს თემა და არ უთხრათ ჩვენს ტელემაყურებლებს და ფაქტიურად ეს ყველაფერი როგორ არის მიმული ერთმანეთზე კი გეთანხმებით იმაში რომ დავით გარეჯი გადაცა სააკაშვილმა რადგან მე ძალიან კარგად მახსოვს მაგრამ ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს როდესაც შეიძლება არც ახლა იყოს ოფიციალური დოკუმენტი სიტყვიერად არის გადაცემული გადაცა წითელი ხიდი უნდა ყოფილიყო ნეიტრალურში როდესაც ახალი მე გეტყვი ახლა როგორ იყო ეს კარგად მახსოვს ძალიან კარგად მაშინვე თავდაცვაში ვიყავი და სულ ზეპირად ვიცი ყველაფერი წითელი ხიდი იყო ჩვენს ტერიტორიაზე კი ბატონო ჩვენს ტერიტორია ეს იყო საქართველოს ტერიტორია იყო კომუნისტების დროიდან და დამოუკიდებელ საქართველოში დამოუკიდებელ საქართველოს დროს ვალერი ჭყეიძე იყო მაშინ სასაზღვრების სარდალი როდესაც ეს წითელი ხიდი იყო ჩვენს დაქვემდებარებაში და საგუშაგოსი წითელი ხიდთან იყო გვერდზე გახსნილი საგუშაგოს ჩვენი ქართული მხარის საზღვარი გაიგე და ეს იყო საქართველოს ტერიტორია შემდგომ როდესაც ახალი აქეთ მე მიშა რომ მოვიდა ხელისუფლებაში გადმოწიეს ვითომ და უნდა მომხდარიყო ახალი ნეიტრალური იმის სივრცის შექმნა ირიგი ჩვენ დაგვაგდა ტერიტორია ჩვენ გადმოგწიეს აქეთ ის აზერბაიჯანის დარჩა ისევე როგორც იყო ჩვენ გადმოგწიეს აქეთ სიღრმეში ჩვენსკენ აზერბაიჯანის უნდა შესულიყო სიღრმეში აზერბაიჯანის უნდა შესულიყო მაგრამ არ შევიდა და წითელი ხიდი დარჩა მაგად დარჩა სააკაშვილის დროს წითელი ხიდი იყო ძველი ქართული აგურით აშენებული წითელი რო თამარის ხიდებს რო უძახიან ხო აი ზუსტად იმ პროექტით და იმ სტილში იყო აშენებული ახლა რომ მიხვიდო ხო წითელი ხიდის ტერიტორიაც ის ბაზრობის ტერიტორიაც რომელიც იქ იყო ნეიტრალურში ხო ის აზერბაიჯანის არის უკვე და ფეშენებული სასტუმროები აშენეს იქ წითელი ხიდი გალესეს და იმითი რა ქვია სპეციალური იმით ასეთი გაჯი თუ რას ფორით გარესეს ის ისტორიული სახე დაუკარგეს გაიგე ისტორიული სახე წაუშალეს და გახდა აზერბაიჯანის კუთვნილება ეს მოხდა სააკაშვილის დროს შემდეგ იმ ჩიჩხიტური და ეს სიმაღლეები რომელიც სიმაღლეებიც მე თავის დროზე დავდიოდი იქ და საბრძოლო სწავლებებს ვატარებდი და ჯარისკაცები გამყავდა ეს იყო ჩვენი ტერიტორია და ჩვენ ესე იგი ვიყენებდით ამას სამხედრო თვალსაზრისით საბრძოლო სწავლებების დროს საგუშაგოები ქონდა გახსნილი იქ რომ შესაბამისად იქიდან არ შემოსულიყო რამე სხვა ამ საბრძოლო სწავლებების დროს ამ პირუტყვი და ასე შემდეგ და მე მოკალაკეები ხო ეს ჩვენი ტერიტორია იყო და
საგუშაგოები რომ იყო იდგა ჩვენი იქ ჯარისკაცები ავტომატებით იდგნენ. როგორ გაჩერდა ეს თემა? ეს გადაცა სააკაშვილმა მიცა. ამიტომ იყო ის რომ დააპატიმრეს, დაიჭირეს ილიჩოვა და ის მელაშვილო დააპატიმრეს. იმიტომ რომ ისინი მონაწილეობას ღებულობდნენ. ის კი მათ ახლა პირობით იმიცეს, იქ ირაო ქონათ გადახდილი ჩაუთვალეს იმაში საჯერში რაღაცები, მაგრამ ბიჭო, ეხლა ატო ხართ ასეთი რაღაცა რა გითხრა, უგნურები ხართო ვერ ვიტყვი, გაიგე? უნიათები ხართო ვერ ვიტყვი. რატომ იტენით სხვის გაფუჭებულ საქმეებს? კამიტი ხო შეიტენეთ, რო ჩვენ არ ყოფილიყავით არა გვეტეხა, ხელი კივილწივილი. ხო იტენიდით კამიტს ხო იტენიდით. გამოდით და დაადასტურეთ რომ კამიტი იყო საქართველოსიო, კი შემოტანილიო სამთავროებრივ და მე კიდევ მიშამ დაუმატავ. სინამდვილეში საერთოდ არ იყო შემოტანილი საქართველოში არ არსებობდა. კამიტი საერთოდ არ არსებობდა და შეიტენეთ. და ჩვენ გამოვედით და ჩვენ გითხარით და ჩვენ ავტეხეთ ამაზე ერთი ამბავი, TV+-იდან გამოვედით ჩვენ ავტეხეთ ამაზე ერთი ამბავი, რომ საერთოდ არ იყო საქართველოს შემოტანილი ეს კამიტი, გაიგე? ო, არა, არც ერთ სამხედრო არ ადასტურებდა, კომუნისტების დროზე არ. თავად ნაციონალების საუბრები მოგასმენთ ბოტკოველის და იმის რომ ატომი რო გვეთქვა, ატომს შეიტენიდენო. ამ წითელ ხის რაღაც იტენით. ეხლა ატეხეს და უდოდათ ეხლა ის ჯორბენაძე, ვითომ მამაო რო იყო და ვითომ ბერი რო იყო. ჯორბენაძე მე მკითხეთ ვინ არის, კაცო? სურვავ ჯორბენაძე. აბატონო, დოკუმენტი აგერ არის. ვისაც კი გაინტერესებს თვითფასო ტელემაყურებლებო და თვითფასო მოქალაქეებო, ვინ არის სურვავ ჯორბენაძე, რომელზეც დღეს ატეხეს წელი კივილწივილი. სურვავ ჯორბენაძე იყო ადვოკატი. სურვავ ჯორბენაძე აქწერია პირდაპირ სიტყვასით, რომ ეს იყო კუდის აგენტი. ახალაიების აგენტი იყო. და ციხეებში აგზავნიდნენ და მას პარტიებში უშუობდნენ და მთელ აგენტურულ სამუშაოებს ეწეოდნენ. და ეხლა შეხედავთ, რას გეუბნებით და რატომ მინდა რომ იმ ადამიანებმა, რომელი ადამიანებს დღეს გამოდიან და ერთ ამბავს ეხავენ, არიქაო, ბერი მოკლესო, ბერი ჩამოახშვესო და ქართულოსნებისგან ისჩვენენ ხელს. ქართულოსნებმა კიდევ დუმს, ხმას არიგებს, გაიგე? ბიჭო, გამოდით და რაღაცა ორი სიტყვა მაინც თქვით, გაიგე? და თქვით იმის შესახებ, რომ ეს თქვენი გაკეთებული კი არ არის. მე რომ გეტყვით, ახლა იმის გაკეთებულიც არის, გაიმეორეთ ის. სურვავ ჯორბენაძეს დღესაც იყენებდნენ, გაიგე? სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში 250.000 იმის ხელმოწერა ქონდა, მიდიოდა ახალშექმნილ პოლიტიკურ პარტიებში, აი მე მაგ ხელმოწერები და всё, დავრეგისტრირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ასე ამ კუთხით უშვებდნენ მაშინ რაღაცა პარტიებში აგენტად, გაიგე? შემდეგ გადააცვეს ანაფორა. სურვავ ჯორბენაძეს. იმ კურატორმა, რომელი კურატორიც მას ყავდა თავიდან ახალაიების დროიდან, გაიგე? გადააცვეს და უნდათ ეკლესიაში შეშვება, მაგრამ ეკლესია ბოლომდე არ მიიღო. მაგრამ ახლა გეტყვით, მე სასწაულს გეტყვით ახლა. შემდგომ TV+, რომელიც შეიქმნა და ეს TV+-მა დაიწყო სწორი მიმართულებით გადაცემები და სწორი მიმართულებით მუშაობა, შემოუშვეს TV+-ში აგენტად TV+-ის ფლობელისა და დირექტორის წინააღმდეგ, კახა ხურციძის წინააღმდეგ. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით ამას მე თქვენ, გაიგე? აგერ არის ხალხიც და ზურაბ ჯორბენაძე ბრძოლობდა კახა ხურციძის წინააღმდეგ და უნდა კახა ხურციძის დაჭერვა და ტელევიზიის შემდგომ წართმევა. ეს უნდა გაეკეთებინათ. ახევა როგორც იცით. ო, გაეკეთებინათ. აქ იყო თელი შეკრებილი უკვე ბანდა შეიკრიბა და შეთქმულება დაიწყეს უკვე და როდესაც მე ვნახე ეს ადამიანი აქ შესაბამისად ბუნებრივია ჩავაყენე საქმის ყურში TV+-ის ხელმძღვანელობა და უთხარი ვინც იყო ეს ადამიანი და მოუტანე ეს დოკუმენტი აგერა, რომელსაც აქ დოკუმენტი შემიძლიათ კიდევ განმეორდები, რომ ეს ადამიანი იყო კუდის აგენტი. და არავით არის ის არ იყო ეკლესიის მსახური და არავით არის მღვდელი არ ყოფილა. ეს ამ ადამიანმა გაამწარა რაც მე ვიცი ორი მოხუცებული ადამიანი. რომელ მოხუცებულსაც იპოთეკით ჩამოართვეს სახლი, შემდეგ ეს ადამიანი შეუგზავნეს ამ მოხუცებულებს, ვითომ ადვოკატი იყო, ფულის აიღეს ამ მოხუცებულობიდან აიღო ამან და შეეკრა იპოთეკარებს იმიდან ფული აიღო და საქმე გაუფუჭა და ეს ორი მოხუცებული დარჩა ქუჩაში და გარდაიცვალა. ამას ეკლესიის მსახური არ აკეთებს. ის ორი ადამიანი ამის გამო გარდაიცვალა, გული გაუსწრო მოხუცებულებს და ამ ხელა სახლი დაკარგა და დააკარგინე ამა, ხო? აგერ TV+-ში შემოუშვეს აგენტად. მერე სისტემატიურად გამოყავდათ ეს აგენტი
ტელევიზიით და პირდაპირ აბრალებდა ქართულ ოცნებას მას დავით გარეჯისა და იმის გასხვისებას, ხო? ქართულ ოცნება გაასხვისაო და მე მაქო დოკუმენტი ხელმისიო კობახიძის ხელმოწერილი რომ კობახიძე ნანახიო. ხო, ნანახიო ჯერეთის საიდან როგორ მოხდა მის ხელში საიდუმლო დოკუმენტი. რა წდომა მას ჰქონდა საიდუმლო დოკუმენტებთან, რომელიც საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი ეს იყო, მაგრამ თუმცა აგენტი იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აგენტს მაინც არ ანახებენ მაგას. არ ანახებენ აგენტს ამას, მაგრამ ეს იყო რა, ეს იყო შეფუთული ყველაფერი. ზურაბ ჟორბენაძე შექმნეს უკვე ამ კურატორებმა რომ ჭირდებოდათ სხვა მიმართულებით გამოყენება, შექმნეს უკვე როგორც ესე იგი მებრძოლი ბერივითო მოწამე ხო ხელისუფლების წინააღმდეგ და აკეთებინეს ასეთი მსგავსი განცხადებები, ეს ყალბი დოკუმენტი შეაცურეს და ამ ყალბი დოკუმენტს აფრიალებდა აკეთაკეთ და მე ზურაბ ჟორბენაძე ჩვენიერ დღეს იპოვეს თითქოს და მეუღლე მიპოვაო, მაგრამ ეგეც უკვე საკითხავი არის ბაზარზე ჩამოკიდებული, ხო? და მეუღლე როგორ ჩამოხსნა იმ ხელაკაცს? ანუ რესურსი ამოწურა ადამიანმა? არა. უკვე იმათმა მიიღეს რა, იმათმა მიიღეს ესეთი გადაწყვეტილება. მოდი ახლა ზურაბ ჟორბენაძე ჩვენ მოვკლათ და დავაბრალოთ ქართულ ოცნებას და კიდევ ახალი სკანდალი აუგოროთ. ბიჭო, ნუ აიგორებთ ამ ახალ სკანდალებს, გაიგეთ რაშია საქმე. ჩაწვით დეტალებში ყველაფერს და თქვენ თვითონ დაინტერესებით, გამოძიებით. კითხვის ნიშნებს ნუ ტოვებთ. ხალხთან. ჩვენ ხო ვიცით რომ თქვენ არ გაგიკეთებიათ ეს. და არც კი საერთოდ არ შედიოდა თქვენს ინტერესებში ამ ადამიანის ლიკვიდაცია, ხო? უბრალოდ ეს ამის ლიკვიდაცია შედიოდა იმის ინტერესებში, ვისაც უნდა თქვენ წინააღმდეგ სკანდალების აგორება. რომელიც სკანდალების აგორების ცდელობა იყო და სოციალურ ქსელებში წამოვიდა, მოკლედ მთელი ესენი რა არის და ბერი არავით არის ბერი და მგელი არ ყოფილი ეს კაცო. არა, კიდევ გეუბნებით. ეს იყო ნომრიანი აგენტი, აგერ არის ბატონო. აი, ნომრიანი აგენტი. ამას უნდა TV+-ის წაღება. ამას უნდა TV+-ის დირექტორის დაჭერა. აი ეს იყო ეს ადამიანი, გაიგეთ რაშია საქმე და ამ ადამიანს ძალიან ბევრი ეხლა ვიცვალებულზე არ უნდა საუბრობდეთ რაღაც. ახსოვს TV+-ში რომ მოდიოდა დაბლა სხვა ოფისში რომ ვიჯექი. ხო, მაგრამ ამ ადამიანს იმდენი ცოდვები ხონდა კისერზე და იმდენი სიმხელა ცოდვების მატარებელი იყო, გაიგე? ისე მართლა ჯობდა რომ წასულიყო და მართლა აღკვეცილი იყო ის ბერად, გაიგე და ყოფილიყო ჩაკეტილი ტაძარში, ეკლესიაში რაღაცა და დღეს ცოცხალი იქნებოდა. და არა მოენანიებია ცოდვები რა. მოენანიებია ცოდვები და არა გამოსულიყო და ტელევიზიით ეკეთებია განცხადებები და თავის როგორ წამებულად ისე გამოიყო. გაზეთებში მიდიოდა ინტერვიუებს აძლევდა, რომ ნანახი მაქვს მე დოკუმენტიო. კი ბატონო. და აჯერებდა იმას. ახლა რამდენად დამაჯერებელი, აი მე რა მინდა თქვენ გითხრათ, ისე ხარ ბატონო ზაზა, თქვენ ხართ მოწუნე ადამიანი და ეკლესიაში ვის ამსარებელიც ახართ და მოძღვარიც ახართ და რამდენად შესაძლებელი იყო რომ მოწუნე ადამიანს ჩაედნა თვითმკვლელობა. არც ერთ შემთხვევაში. აი როგორ ძვიად გამსახურდიას დააბრალეს, თავი მოიკლა, ხო? აი ესეთი სიტუაცია. ეს ხომ ყავს TV+-ის შენობაში ნანახი რომ მოდიოდა ზუსტი. ცოლმა როგორ ჩამოხსნა ესიც მიგვის თუ ამ ხელაკაცს იქიდან. ხალმა როგორ ჩამოხსნა? მithumet ეს ადამიანი მიცვალებული უფრო მეტი მძიმე არის. ხო, არა, როგორ ჩამოხსნა ეს მიცვალებული, როგორ ხალმა ბიჭო ეხლა რა ეს ხალი კი არა ის ყოფილა. არა, რა ხდება საზაიცი მე გეტყვი ახლა. შეხედე მე რატო გავუსვი ხაზი იმას რომ ამდენ არა ეს რა არის იცი ბატონო ამის იმითი რა უნდა იცი ეს მოწამეობრივი სიკვდილით დაიღუპა რახანს გაიგო დავით გარეჯი რო კობახიძემ ხელმოწერით გადასცა და ნახა და აი იმიტომ მოკლეს აი ამის აგორება უნდა და მოკლა ქართულმა ოცნებამ ხო მოკლა ქართულმა ოცნებამ მოკლა მთავრობა ეკლესია არაფერს არ ამბობს ყველაზე დარწმუნ უნდა მთავრობაზე იქ საპატრიარქოზე ბიჭო ეკლესიის მსახური არ არის რა ეკლესია ხო და ამ ეს ხო გამოყავდა ანაფორით დადიოდა კაცო რაღაც ანაფორა ჩაიცვა და ეგონათ რომ ეკლესიის მსახური იყო თან ადვოკატობდა თან ეკლესიის მსახური ეგეთი რამე არ ხდება ანახარ ეკლესიაში ანახარ ადვოკატი ანახარ ეს როგორ შეიძლება ეკლესიის მსახურიც იყო მე მახსოვს რა ერთიოჯერ რაღაცა ვთქვი იქ TV+-ში და მე კახა მითხარ აქ არა თქო რაღაც ცოტა სხვანაირი სუნი ტრიალებსო რა და მე ეგრე მივხვდი რაც ხდებოდა ამ ტელევიზიაში რომ დაძაბული სიტუაცია აი ეს იყო ეს ჯორბენაძე იყო რომელიც თავის ბანდა რო ყავდა ქალები რო ყავდა 2-3 ქალი გარე თათფირებს ატარებდა და იუსტიციის სახლის ინიგრებებოდნენ გაიგე როგორ უნდა დაეჭირათ კახახურციზე და როგორ უნდა ჩამოერთვათ ტელევიზიები გაიგე როგორ რა მივიდოდა მე რეტყო ადვოკატი ის გახდებოდა
ის და ხო გამოგიშოთ ბატონო ხა მე დავიწყოთ ვაჭრობას დავიწყოთ მე დავა რო გამოხვალო და ხურციძე მე დარჩებოდა ხახამშრალი ვიღა დაიწყებდა დავას და ვაჭრობას აი ეს არის აი ეს ახლა ეს სპექტაკლი რომელიც სპექტაკლის დადგეს ახლა და გაითამაშეს და ვითომ და ქართულ ოცნებას უნდა და ამ ქართულ ოცნება მოკლა ბიჭო ნახეთ ახლა იმდენად ბიჭო კიდევ რა ვთქვა როგორ სუსტებია არ არიან სუსტები ან ვერ აღიქვამენ ხო შენ გამოხვიდვე ეგრევე და თქვა და გაავალო პირდაპირ შესაბამის სამსახურებს პროკურატურას უშიშროებას ხო ჩამოივრჩო თავი დადევით ექსპერტიზის დასწრა რომ მართლა თვითონ ჩამოივრჩო თავი ხო ან ჩამოაღწევ ჩამოკიდა ვიღაცამ ჩამოაღწევს მეიტანეს იქ სახში და მეიტანეს სახში და რაღაც აქნეს ამის დასწრების დადებით ხო თქვენ რატო იტენით ამ საქმეს ვერ გავიგე თავის ჩამოხრჩობილი კაც ის უნდა კონდეს ეს ყველაფერი ის აჩდეს იმ გვამს კაცო ყველაფერი რა ექსპერტიზა რო ჩაუტარდება გამოჩდება ჩვენ ამ ხელაკაცი რო ჩამოგეს სახში ლუსტრას რანაირი ის უნდა კონდა კაუჭი რაღაცა რაზე ჩამოიგდე ისე რომ ვერ ჩამოვარდა კაცო ხო ასე რომ ეს დავით გარეჯის თემა რო ააგორებინეს ახლა ჯორბენაძეს კაცო ჩვენ ახლა თან ალიევი რო ჩამოდიოდა მაშინ დაიწყეს ეს თემა ახლა ალიევის ჩამოსვლა სხვა დატვირთვა ქონდა ხო მაგრამ იმ დროს ხო წარმოსწიეს ეს თემა იმიტომ რომ უნდათ ახლა ალიევი ჩამოვიდა იმაზე რომ ქვეყანას მართლაც რაღაც გარკვეული დიდი როლი უნდა ითამაშოს ამ შუა დერეფნის საკითხში და ამაზე იყო ჩამოსული და ამის ჩაშლაც უნდათ კიდევ როგორც გაგვიყინეს აგერ ისა ანაკლიის სპორტი ჩინური ისა და არის დღემდე ესე რაღაცნაირად ისა ისე უნდა მე წამოძახება მიდის შეგვირდა რომ იქნებაო ჩინური ბანკი იქნებაო და არაფერს არ აკეთებს ოცნებაო ხო მაგრამ ეხლა არა ბატონ ტრისთან ახლა რა იქიდა თუ დაგიძახებენ და ხელს დაგიქნევენ ჩინელს არ მისცეო რატო უნდა თუ ჩემის ქვეყნისთვის კარგია ჩინელსაც მიცემ გააკეთოს ევროკავშირმა კაი ვაძლევთ ევროკავშირს ვაძლევთ ამერიკის შეერთებულ შტატებს რატო არ აკეთებ რას გაიკეთებენ მაგენი ბიჭო არაფერს არ გიკეთებ პირიქით დაგვაშლევინეს ქვეყანა მოგვასპობინეს ჯართად გაგვაყიდინეს მრეწველობა დაშალეს ყველაფერი მრეწველობა სოფლის მძიმე რაც ქონდა საქართველოს რამე საწარმოებდა აღარაფერს აღარ ვაწარმოებთ კაცო ვერ გავიგე რა ბოლო რა ქართული ოცნება უნდა გამოდიოდეს ამებზე და კაც განსადებას უნდა აკეთებდეს რა რომ დაავალოს რა უნდა ექსპერტიზას რა უნდა რა ექსპერტიზის ცნობის დადებას ამდენი დღე რა თუნდა ეს კაცი მოკლეს თვითონ ჩამოიხრჩო თავი თუ ჩამოახცეს გასაგები ახლა მე რა მიკვირს ის ახლა მე ჩემ იმას იცი რატო ყველაფერი ბრალდება მე ამ ქართულ ოცნებას ჩემ მეგობრებს ქართულ ოცნებას თუ ბრალდება ბატონო ტრისთან მე ბრალდება ყველაფერი აი ბინძინა ყველაფრის თავში ბინძინამ გააკეთა არ შეჭამ ეს კაცი ბინძინამ მე ახლა ჩემ მეგობრებსაც უთხრა და შევახსენო რა ახლა მე ვიხდები ისინი ის მაგ საუბარი ძვირფასო მეგობრებო ამ ადამიანიდან გმირს ნუ შევქმნით კაიგე ამ ადამიანს იმდენი ცოდვები ადებს კისერზე იმდენი პატიმარი ყავს გამწარებული და იმდენი ადამიანი ყავს დაჭერილი და გაუბედურებული ხო არ ვიცი ახლა იქ მაგი გასაყარში რომ მოხდება საიწავა ხო არა მაგრამ ჩამშვები ღმერთსაც არ უყვარდა გესმით ასე ნუ გამოიდებ თავს ამ ადამიანზე მე ეთყობა თქვენ არა გაქვს სუსტი ინფორმაციები ამ ადამიანზე გაიგე და არ იცის ეს ადამიანი რებინარი და რასი გამკეთებელი იყო და რას აკეთებდა ხო მაგრამ ნუ გამოიდე თავს ეხლა მე ჯორბენაძე ჩემი არც ის არის და არც ის არის გაიგე უბრალოდ მე გეუბნებით ფაქტებით გესაუბრებით რა სულის პატრონი იყო ეს და რა სულით და რა ცხოვრებით ცხოვრობდა ამას გეუბნებით გაიგე და რამდენი ადამიანი გაამწარა ამას გეუბნებით რა ხო და არ გინათ რა ნუ აი Facebook-ზე რო ააჭერლებთ არიქა და გმირის მოკლეს რა ქვია წამებული ბერი მოკლეს და არევის არა ვინც ამუშავებდა ამას მკვლელი ეძებეთ იქით ვინც ამუშავებდა იმასთან ეძებეთ მკვლელი თუ მოკლული არის მაგრამ მე ახლა ისევ დაუბრუნდები იმას რა ქვია იმ კითხვას ბატონ ზაზასთან და ჩემ თავთანაც მე ვარ მორწმუნე ადამიანი ამსარებელი ვარ და დავდივარ ეკლესიაში და წირვალოცებს ვესრები და ვეზიარები. უბრალოდ როგორც რიგითი. ჩვეულებრივი რიგითი. ეს ადამიანი თუ მდელი იყო, თუ ბერი იყო, ანუ ის უფრო ჩემზე მეტად უნდა ყოფილიყო სიღრმისეულად საეკლესიო ცხოვრებაში. და მეტი შეხება უნდა ქონებოდა
უკვე გუდელსა და იმას შორის გუდელს შუა ისა მრევს შორის არის ისა გუდელი ხო? ხო. მერცსა და მრევს შორის არის გუდელი, რომელსაც ახსენებს ანუ რა არის? ანუ ის რასაც ამ ადამიანს ამბობენ რომ თავი ჩამოიშოვო. ანუ ეს სხვას უნდა უნდაოდეს რომ თვითმკვლელობა არ უნდა ჩაედინო. ეს არის დიდი დანაშაული. ეს არის ჯოჯოხეთი პირდაპირ, სადაც უკვე არავით არ უბრალოდ წესს არ გიგებენ, გაიგრაში ეს. ამაზე მეტყვი. ბატონ ანდრესთა, რა თქმა უნდა მაგას ერთი მაგალითი აგერ რა, იუდამ ხო გაყიდა? ხო. იუდამ თავი ხო ჩამოიხჩო. ეგონა ქრისტე რო აღსგებოდა იმ წამე იმის შემდეგ. დიახ. და მოვიდოდა ამასაც აღადგენდა. და იუდა კი არ აღადგინა, ჩამშვებიდა. თავის მკვლელი და ის ადამიანი არასდროს არ აღსგება იმის სულ ჩაიფერბლა ჯოჯოხეთშია ხო ჯოჯოხეთში ანუ ამას ეს ყველაფერი ეცოდინებოდა თუ მართლა ესეთი ღრმად მოწმუნე იყო და თუ მართლა ასე ახლოს იყო ღრმად მოწმუნეს ახლა არ ვიცით მე ვიცი ეს რიგითმა მოწმუნე რომ შენ ღრმად მოწმუნე კაცი მაგას არ იზავს მე ვიცი ეს რიგითმა მოწმუნე რომ შენ თვითდაზიანება არ უნდა ჩაედინო თვითმკვლელობა არ უნდა ჩაედინო არ ცელობა არ უნდა ქონდეს მკვლელობის ცელობას არ უნდა ქონდეს მკვლელობის ცუდი არ უნდა გააკეთო თუ არა სიბოროტე მოგეკითხება გაიგე ბოროტება მოგეკითხება ამან არ იცო და ეს ყველაფერი და ამის ფსიქოლოგია და ამის გონება ეხლა არ იყო უფრო მეტად მდგრადი ვიდრე ჩემი ხო საფრთხო საქმეში სუბერი და მღვდელი იყო არა ბატონო მაგრამ არ არის ესე მეგობრებო გაიგე აქ სხვა რაღაცა არის აი ეს ჯერეთი არც მღვდელი ყოფილა და არც ბერი იყო გაიგე კიდევ გეუბნები არა გამოყავთ როგორ მეწამული რა ისე კიდევ გეუბნები თუ ამან მართლა გააკეთა თვითმკვლელობა ხო ამას იმდენი ცოდვებია კი სეზო იმ თვითმკვლელობენ ცოდვება გააკეთებინა ესეთი იმიტომ რომ ის ცოდვები ამას ბოლომდე მიყვება და ყველას თავის ცოდვა მიყვება რა თქმა უნდა ყველას თავის ცოდვა მიყვება მაგრამ ამას იმხელა ცოდვები ქონდა ძალიან ძნელია ცოდვების მონანიება ამიტომ არის რომ აქ არის ორი ვარიანტი. ერთი მართლაც თვითონ ჩამოიხშო თავი, რადგან ეს იყო სულიერად დეგრადირებული და დანგრეული ადამიანი და მისი სულიერი ცხოვრება ვერ იყო ისე მყარად როგორც უნდა ყოფილიყო და მეორე ის არის რომ ის კურატორი, რომელიც კურატორიც ამას ამუშავებდა და იყენებდა წლების მანძილზე და აკეთებდა საქმეებს და ყავდა აგენტად. მიშას დროიდან. ო მიშას დროიდან გეუნდები. აგერ დაარბით, აგერ კუდის აგენტი იყო, კუდის აგენტი ბიჭო. ახლა ერო იყო კუდის უფროსი, აი მაშინელი აგენტი იყო. თან მისმას მიუყვანია, გაიგე. ხა როგორ ხო? მისმას მიუყვანია, მოსამართლე არის. ხო, მისმას მიუყვანია, ხო? და მისმას გავუხდი აგენტი. ვითომ ხელი დაარტყა ადეიშვილსო. ხო. ადეიშვილი წვეთა და იქ ბევრა. ანუ ესე იგი ეს უნდა დადოთ ეს ორი ვარიანტი, გაიგე და ამით უკვე სალაპარაკოც მოკლება რა, აღარ იქნება აჟიოტაჟი. ნუ აჭორებთ ამ ხალხს, კაცო და ნუ იმაშობით რაღაცა ქვია 1000 ჭორი ვრცელდება, ყველა სხვადასხვანაირად. ხო, რაღაცას, ბიჭო, რაღაცა ხო შეიძლება ისე გაკეთდეს, გაიგე რომ თქვენ არ დაიბრალოთ რა. რატო იბრალებთ? არ ჩაგიდანია დაანშაული და იბრალებთ, კაცო. არ შემოგიდანიათ კამეტი და იბრალებთ, გაიგე. ო, მიგვირს რა, არ ყოფილა საფრთხე. ძველი სამხედროები იყო. საკეთებლები, ვიც მართლა აკეთებენ საქმეს, ხო? ეგრე სააკაშმია დახოცა, ნახევარწმენდი საქართველო გაანადგურა და ყოფა უტირა და არა სიძახის დღესაც სასამართლო პროცესზე, გაიგე რომ მე არ გამიკეთებიო. სააკაშვილი, ეგრე, ხო ხედავთ? მართლა დახოცა ხალხი. მე ნოღაინდელმა რა უთხრა, კაცო? შენ წვიდავდი ყველაფერსო. თუ რამე ხდებოდა საქართველოს შენს გარეშე არაფერი არ კეთდებოდა. კი ბატონო. შენ იყავი თავში ყველაფრისო. და თქვენ რატო იბრალებთ? ვერ გავიგე, კაცო. რატო იბრალებთ? როცა არა ყველაფრის საქმის ყურში იყო მიშა. რაში გჭირდებათ ეს? ან ეს ამხელა პოლიტიკური სკანდალების აგორება, გაიგე? გამოდით რა, არ მიგიწვდებათ ხელი საპატრიარქოსთან? და საპატრიარქოს იმას რა ქვია, სამდინოსთან ხელი არ მიგიწვდებათ და უთხარით, ეს კაცი იყო თუ არა მართლა მდელსახური, გაიგე? მოგვეცით ამის შესახებ დოკუმენტის ცნობა, ხო? დაანახეთ საზოგადოებას, უთხარით, არ ყოფილა ბატონო მდელსახური ეს ადამიანი. აგე რა? ეს იყო თვითმარქვია, ხო? თქვით ეს კაცო, რა უდგას ამას წინ ვერ გავიგე მე. გააკეთეთ ეს. და რატო? არის ახლა ადამიანები არიან, რომლებსაც ჯერავთ ეს დეზინფორმაცია, ეს ისაშია საქმე. აუ, დეზინფორმაციით არ არის ყველაფერი ეს ტელევიზიები დაკავებული. ეს ლიბერალისტული ტელევიზიები სულ დეზინფორმაციით არ არიან დაკავებულები. მე ახლა ისეთი ადამიანები ნახე სოციალურ ქსელებში თავში რო იტყადნენ ხელებს და ეს რა უქნიათო. ეს რა უქნია ქართულ ოცნებასო, წამებული ბერი მოკლესო, გაიგე?
ბიჭო, ამ ადამიანებს გამიკვირდა, კაცო და ბიჭო, გადაამოწმე ჯერ ინფორმაცია. თუ ადამიანს არის ცნობ, ერთმანეთს გადაურეკეთ, ან მე დამირეკეთ, მე გეტყვით გაგაცნობთ ვინ არის ეს ადამიანი. აგერ არის დოკუმენტი, აიგეთ, ვისაც სჭირდება და მოგცევთ ქსერუასლებს ამისას აგერადებს. კი ბატონო. მოგზადეთ ჩვენთან ტელევიზიაში და გაგატანთ ამ ქსერუასლებს ამ დოკუმენტისას და შეგიძლიათ გადაამოწმოთ მე ყველაფერი და ნახოთ ეს არ არის შეთითხნილი დოკუმენტი და რაღაცა ეს თავის პირით აქ ნაღიარები კიდევ ყველაფერი თან გაიგე. ასე რომ ძვირფასო ტელემაყურებლობა და ძვირფასო საზოგადოება, ხო? და ძვირფასო ხელისუფლება, ბატონო ხელისუფლება, გაიგე, ხელისუფლება. თქვენ მოგმართავთ. რომ ყველა ის არასწორი და ყველა ის შეფუთული თემები, რომელიც მოდის სპეცსამსახურებიდან თქვენ წინააღმდეგ, ხო? ამას ნუ წამოეკიდებით რა. უცხო ქვეყნიდან თან. ხო, თან, აბა რა. თან უცხო ქვეყანაში რო იგეგმება და აქ რო ქართველები ახორციელებენ ამას. ამაზეა რა. გაყიდული ფულზე, სულით და ფულით და მამონზე გაყიდული ხალხი და იქნება მამონს რო ემონებიან, არა ღმერთს, არამედ მამონს. მორჩა იქ დამთავრებულია და ეს ხალხი აგენტურა გამოავლენ ერთხელ და სამუდამოდ გაყარეთ ამ სამსახურებიდანაც იქ ყველგან არიან, ყველგან არიან, მოგნეული არიან, მერიები გინდა, სამინისტროები გინდა, ზავი სად არიან, სადაც სახელმწიფო სტრუქტურა ყველგან ზიანა. დანარჩენები კიდე ისე ყავთ ხალხში გაშვებული საჭორავად. ჭორების გამავრცელებლად, მე ჭორებს აკრიფავენ. რა შედეგი აქვს? შეუთითხნიან რა. ო, შეთითხნა საქმის გავრცელება ხო გინდა, მაგრამ ტელევიზიები აქვს აგერ გამოდიან წელწელს და ზაღლებს თურმე, აუ, ბიჭო, ადამიანს არ ასცემდით, თქვენ პატივს, როცა ხელისუფლებაში იყავით და იმათ უჭერდით ხას, რო კლავდნენ ადამიანებს. იმაზე არ ნებლებოდათ, უიმე ზაღლესაც წავენ. ბიჭო, ამ ზაღლებმა გადაჭამეს თელი თბილისი, კაცო. დილად მე გამოდივარ 600-ზე. 600-ზე გამოდივარ გარეთ მე. ერთი რომელი გამოცა? ნახეთ, ერთი ამბავი 600-ზე დილას ქუჩებში, გაიგე? აი ზაღლები ჯგუფებას ოდაიერებიან. აი ჯგუფება. 10 წრილია, მე ვიცი რომ 10 წრილია, რომ იკვეს მე რა ვქნამ. რა წრილია, ბიჭო, რომ დადგება 5 ზაღლი ერთად დგას, გაიგე? არა ფულზე არიან, ერთები მოდიან ყველანი. 5 ერთად მოდის, გაიგე, ბიჭო? თბილისში გავლა დილით არ შეიძლება ამდენი ზაღლების გამო. თუ გინდათ ვინც გამოდიხარ და წაიყვანეთ სახში ყავდეთ, აი დაიჭერს ის მერის სამსახურები და მოგცევთ და მოუარეთ და ნუ გამოუჩებთ გარეთ, კაცო. ხო, რატო მოგყავთ? თუ გარეთ აგდეთ, რატო მოგყავთ? რატო აკავთ ეს ზაღლები, გეკითხებით მე თქვენ? თუ არ გინდათ, მე რატო აკავთ? არა, ისევ თავის უმაში დააბრუნოსო. კაი, რა სისულელეს ეწახია. შენ თუ გინდა ეგ ზაღლი, მე ზაღლი რომ მყავს, ეზოში მყავს ზაღლი. ესეც ხო შეიტენეს, ეს სკანდალიც ხო შეიტენეს, გაიგე? არ იქა და ცოცხალი ზაღლები დაწვისო, გაიგე? ნაცების ის იყო, რა ქვია? ეგეც ნარატივი. აბა რა? ყველაფერს ავაიტენეთ, ბიჭო, თქვენ ვერ გავიგე, მე რაში? ბიჭო, ნაცები რაღაცა სიტყვიან და ესე სულ თავის მართლების რეჟიმში არის ბატონ ტრისთან. ეგეთი რამე არ გავიგე, ხელისუფლება სულ თავის მართლების რეჟიმში როგორ უნდა. მოკლედ, ბატონოსაძე, ჩვენ რო ამოვიწურა, ძვირფასო ტელემაყურებლებო, თუ გაინტერესებთ სიმართლე, გვიყურეთ ჩვენ ვამბობთ მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს და ვამბობთ სწორედ ასეთი დოკუმენტების წებულებები და აი ასეთი დოკუმენტებით. მობზადით ჩვენთან ტელევიზიაში, გაინტერესებთ, გაგატართ, ნახავთ თქვენი თვალით და შეხედავთ და მე შეაფასეთ და მე გააკეთეთ განცხადებები და ჩემ მეგობრებსაც, კოლეგებსაც მოუწოდებ, რომ ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო, წინასწარ ნუ ატეხავთ აჟიოტაჟს და ნუ გამოგყავთ ადამიანი, რომელიც პირდაპირ წამებულის იყო მიმართული ცუდისკეთებისკენ, ეხლა დღეს წამებულად, გაიგეთ ასე. ბარი ხა, ყველაფერი, კი ბატონო, გასაგები არის, ამასაც იტენით. იმას იქ საქმეებიც აიკიდეთ კიდო ეს კომიტეტები რაღაცები ის და ეხლა ბარება ჩვენი დაფინანსების საკითხის შეიტენეთ, გაიგე და თქვით რომ შეიძლება დაფინანსებთ ამ ტელევიზიას, გაიგე? აბა რა ვერ გავიგე რაშია საქმე, კაცო. კარგი ბატონოსაძე, მოკლედ ერთი სიტყვით ჩვენ დავამთავროთ ჩვენი გადაცემა. მიულოცოთ რა. ხო, მიულოცოთ, გუშინი ხარება იყო, მალე ახლა აღდგომა იქნება და ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა კარგად გამყოფოთ და ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ და გვეცხოვროს ერთიან ძლიერ საქართველოში.